გამარჯობა, მე ვარ ნიკო და ეს არის პოდკასტების სერია გამონათქვამები და წერილები. დღეს კი თქვენ ამ პოდკასტში მოისმენთ ამბროსი ხელაიას სიტყვას წარმოთქმული ილია მართლის ცხედრის წინაშე. ვკადნიერდები და ვბედავ, ამ დიდებული ცხედრის წინაშე სქვა ორიოდე სიტყვა. დღეს მთელი საქართველო დასტირის დიდებული მამულის შვილის ცხედარს. დღეს საქართველომ დაკარგა უდიდესი მგოსანი, საუცხოო და თავდადებული საზოგადო მოღვაწე, სიამაყე ლიტერატურისა. არა გვყავს ილია ჭავჭავაძე, მოჭირნახულე თავის ერისა. ის მოიკლა ბარბაროსების ბინძურის ხელით, მაგრამ მოკვდა კი დიდებული ილია. იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკვდილამდე და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი. გვიბრძანებს ჩვენ უფალი, მოციქული იოანე ღვთისმეტყველის პირით და ამით გვისახავს იმას, თუ რანაირი უნდა ვიყოთ ჩვენ ამ ქვეყნად, რომ დავემკვიდროთ საუკუნო გვირგვინი უკვდავებისა. ნეტარია ის, ვინც ამ ქვეყნად პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, სწამს და თავგანწირულად ემსახურება სიმართლეს. ამას ისახავს მოქმედებად, მოღვაწეობის საფუძვლად. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი, ამნაირის კაცისა. ის უკვდავია მისი ნამოქმედარით, მისი ხსოვნა უკუნისამდე დარჩება მადლიერ ერში. ამისთანა კაცის სიკვდილის შემდეგაც თვისის ნამოქმედარ ნაღვაწით, მასწავლებელი და დამრიგებელია, რადგან მოციქულის თქმით, ის სიკვდილის შემდეგაც მეტყველებს. მაშასადამე არ მომკვდარა ილიაც, ის ცოცხალია. ის მხოლოდ გარდაიცვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად. თუმცა დასდუმდნენ ჭერმეტყველებით განთქმული ბაგენი, მაგრამ საქმენი მისნი. ჭერმეტყველურად ვეღაღადებენ და იღაღადებენ. ის თავისი ნაშრომ ნაღვაწით უკვდავად დარჩება, სანამ ქართველი ერი იარსებებს. მეტიც, ქართველი ერიც რომ გადაგვარდეს, განადგურდეს უკუღმარ დრო გარემოებათა გამო, მაშინაც არ იქნება დაკარგული დიდებულ გოსან მოღვაწის ხსოვნა. ვინაიდან საქართველოს ამ დიდებული შვილის ნაწარმოები ეკუთვნის არამარტო ქართველ ერს, არამედ კაცობრიობას, რომლის ნაწილსაც შეადგენს ქართველობა. განსვენებული დიდებულია თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით სამშობლოს საკეთილდღეოდ. მისი ღვაწლის სიდიადე არის მიზეზი, რომ ასე მწარედ დასტირის მას მთელი საქართველო. მაგრამ ქართველნო, არა დაუიწყარი ილიაა საგლოვსატირალი, არამედ ბედისაგან განწირული ჩვენი სამშობლო, მისი დამკარგავი. განა არა კმაროდა, რაც უკუღმარ დრო ვითარებამ უბედურება დაგვატეხა თავზე, რომ ჩვენ თვითონ აუწერელი უბედურება არ მიგვემატებია. მაგრამ დასაჯერებელი კია ეს უმაგალითო ბარბაროსული მკვლელობა ჩაედინოს საქართველოს შველს, იმ საქართველოსას, რომლის თავგანწირულად სამსახურში გაატარა განსვენებულმა მთელი 50 წელიწადი. თუ კი ეს ბრალი დაედო ქართველობას, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენი გახრწნილება, ზნეობრივად დაცემა, ველურობა, უკუღმართობა იქნება სატირალი. ამას უნდა ღრმად ჩაუფიქრდეთ, თუ გვინდა დავრჩეთ ქართველ ერად. განსვენებული კი ნეტარია, გზა გაკაფულია. ის უკანასკნელ წუთამდის ერთგულად ემსახურებოდა იმ იდეალებს, რომლებიც მან ამ ნახევარი საუკუნის წინათ აირჩია ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ერთის ნაბიჯითაც არ გადაუხვევია, არ უღალატნია მათთვის და ამისთვის მოციქულის თქმისამებრ გზა არს მისთვის გვირგვინი ცხოვრებისა, გვირგვინი უკვდავებისა. დიდებულ გვამთაგან გარდაცვალებასაც კი აქვს ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა. ისიც უთუოდ რამეს გვასწავლის. მივიჩნიოთ ეს ბარბაროსთაგან დაღვრილი სისხლი ჩვენს ეროვნულ ცოდვათა განსაწმენდად, უკუღმართ გზიდან მოსაქცევად, თლად საქართველოს შუალთა შესაერთებლად, განსამტკიცებლად. შევფიცოთ ამ წინამდებარე ცხედარს, რომ ვიქნებით ნამდვილი აღმასრულებელნი იმ ცნებისა, რომელიც განსვენებულმა თვისის მოღვაწეობით გვიანდერძა ჩვენ. თუ ჩვენ გვექნება ერთობა ეროვნულ იდეალების მსახურებაში, მაშინ უეჭველია ჩვენმა სამშობლო მხარემ შეიძლება კიდევ წარმოშოს ილიასებრი დიდებული მოღვაწენი და მაშინ საბოლოოდ განიხარებს განსვენებულის დიდებული უკვდავი სული. იყოს უკანასკნელი მსხვერპლი, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენთან ეროვნულ ცოდვათა სახსრად
შეწირული ეროვნულ ტრაპეზზე. სიდიადე ამ მსხვერპლისა თავდებია, რომ მომავალში ჩვენი უკუღმართობა, ჩვენი შეუგნებლობა მოსპობილ იქნება და ერთობლივის ძალით შევუდგებით პირნათლად სამსახურს სამშობლო მხარის აღორძინებისას. თუ ამნაირი ღვაწლი დაგვდო ჩვენ ამ მსხვერპლის სისხლმა, თუ ჩვენ შეგვაერთა მამულისათვის თავდადებით სამსახურში, ეს იქნება უკანასკნელი, ჭეშმარიტად დიადი ღვაწლი დიდებულის ილიასი, მისი ხანგრძლივი შრომის სასურველი ნაყოფი და გვირგვინი. ჩვენის მხრითაც ეს იქნება ნამდვილი ვალის მოხდა, მისი ანდერძის აღსრულება და თან საუკეთესო პატივისცემაც განსვენებულის ხსოვნისა. ღმერთმან მოგცეს ამის შეძლება. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, მამულისათვის თავდადებულო, დიდებულო მგოსანო ილიავ. არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, 1907 წელი. დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.